დრო და ადამიანური კაპიტალი ბიზნესის დასაწყებად ან გასაუმჯობესებლად. როგორ დავეუფლოთ ფულის კეთების ნამდვილ ხელოვნებას? რადიო იმედის ეთერშია ბიზნესი თორნიკე გურულთან ერთად. ყველას გულთაათ მოგესალმებით. დღეს სამშაბათია და სამშაბათობით ჩვენ ვიკრიბებით ხოლმე რადიო იმედის ეთერში, რათა ვისაუბროთ ბიზნესზე. დღევანდელი ჩვენი თემა საფოსტო გზავნილებს გვინდა მივუძღვნათ. მთავარი გადაცემაც, მთავარი თემაც სწორედ ეს იქნება. დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად ყავს მოწვეული ლევან ჩიკვაიძის, გახლავთ საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორი. ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ლევან, ძალიან საინტერესო გახდა ამ ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ ვითარდება ელექტრონული კომერცია, უფრო მეტად იზრდება ზოგადად საფოსტო გზავნილები. რა შეიცვალა თქვენი გადმოსახედიდან, რამდენად გაიზარდა ბოლო პერიოდში მოთხოვნა საქართველოს პოსტას და ზოგადად საფოსტო გზავნილებზე? საინტერესო კითხვაა, შეიძლება განვაზოგადოთ ეს კითხვა ბოლო პერიოდში მომრავლებულმა ელექტრონულმა კომერციამ ჩვენო მოსახლეობამ დღითი დღე სულ უფრო მეტ და მეტ შესყიდვას ახორციელებს ელექტრონული გზით და შესაბამისად როგორც შიდა ასევე საზღვრებს გარედან შემოდინებულმა პროდუქციამ ძალიან ბევრ რაღაცას ახადა ფარდა. და მოთხოვნაც გააჩინა. რა თქმა უნდა და თანმიმდევრობით მივყვები. პირველ რიგში მადლობა ეთერის დათმობისთვის, მე ბოლო პერიოდში ყველა არხს ვიყენებ იმისთვის, რომ ჩვენს მომხმარებლამდე, ჩვენს მოქალაქეებამდე, ფიზიკურ პირამდე, იურიდიულ პირამდე მივიტანო ის ინფორმაცია, რომ დასრულებულია ინდექსაციის პროცესი ჩვენს ქვეყანაში, რაც იმას გულისხმობს, რომ ადგილობრივ თვითმმართველს დამისამართებული აქვს ყველა საცხოვრებელი ადგილი, ყველა ბიზნესი საცხოვრებელ ადგილს გაუჩნდა თავისი მისამართი. ეს მონაცემები საქართველოს პოსტამ და საჯარო რეესტრმა ერთად შეიტანა ერთიან ელექტრონულ პლატფორმაში, რომლის მუდმივად განახლების შესაძლებლობა არსებობს და ამას მუდმივი მუშაობა უნდა და საქართველოს პოსტა და საჯარო რეესტრი გააგრძელებენ ამაზე მუშაობას. შესაბამისად ყველა მისამართს აქვს თავისი საფოსტო ინდექსი. საფოსტო ინდექსები გამარტივებულია. გამარტივებული ნიშნავს 4 ციფრა ნიშნით არის წარმოდგენილი, 4 ციფრით არის წარმოდგენილი, ნაცვლად 6 ციფრიანის, რომელიც მანამდე არსებობდა, უბრალოდ მისი გამოყენება უკვე შეუძლებელი იყო განაშენიანებისგან გამომდინარე. და არის მხოლოდ 91. ყველა მუნიციპალური ერთეულს საქართველოს დაიყო 91 საფოსტო ინდექსად. საფოსტო ინდექსად, დიახ. თავისი გეოგრაფიული შესაბამისი ტერიტორია განეკუთვნება ამ საფოსტო ინდექსს. საფოსტო ინდექსი ზოგადად მსოფლიოს მასშტაბით არის შემადგენელი ნაწილი მისამართის და მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვიყენებ ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ თხოვო მომხმარებელს, რომ დაიტანოს თავისი საფოსტო ინდექსი. ყველაზე მარტივად როგორ შეიძლება ადამიანმა იპოვოს, ხა დავუშვათ ვიღაცა ჩვენ გვისმენს და აინტერესებს თავისი უბნის საფოსტო ინდექსი როგორ იპოვოს? საქართველოს პოსტის ვებგვერდზე საკუთარი მისამართის აკრეფის შემთხვევაში ვებგვერდი გაძლევთ ინფორმაციას თუ რომელი საფოსტო ინდექსი მიეკუთვნება ამ და ეს არის 4-ნიშნა ციფრი 0160 ან 0215 რაღაცა მსგავს ციფრი. ეს იცვლება მუდმივია და მისამართთან ერთად თბილისი, აბაშიძის ქუჩა, საფოსტო ინდექსი საქართველოს. და ყველა გზავნილზე არის თუ არა აუცილებლობა მითითებული იქნას სწორედ ეს საფოსტო ინდექსი, იმისათვის რომ იდენტიფიცირება მოხდეს, სად იმყოფება ესე თუ ის მისამართი. ერთი რომ გაგზავნისას ჩვენ მომხმარებელთვის ეს ცნობილია, მისამართს მიმღების მისამართს როცა წერს გზავნილზე, იქ აუცილებლად უნდა აღნიშნოს საფოსტო ინდექსი, სხვა შემთხვევაში ვერ მოხვდება მისამართზე, მაგრამ ბოლო პერიოდში რიგი ქვეყნები უარს ამბობენ ისეთი გზავნილის მიღებაზე, რომლის გამგზავნსაც არ უწერია თავისი საფოსტო ინდექსი, რადგან იქ ბევრი პროცედურაა შეიძლება უკან დაბრუნება მოუწიოს, რომელსაც მისი დახარისხების მანქანა ვერ იცნობს და გაურკვეველ იკარგება ასეთი გზავნილი. ამიტომ ბევრ ქვეყანას ურჩევნია, რომ საერთოდ არ მიიღოს დასაწყისშივე ასეთი გზავნილი, გაიძულოს, რომ საფოსტო ინდექსი განათავსო, სრული კონდეს მისამართი, ასე უფრო სწორი იქნება, ვთქვათ, დატანილი გზავნილზე. ერთი რომ ეს თვითონ საფოსტო ოპერატორებს უმარტივებს თავის საქმიანობას და უზოგავს საოპერაციო ხარჯებს ტექნოლოგიის განვითარებამ, მოგცა იმის საშუალება, რომ ელექტრონული დახარისხების მანქანის საშუალებით მოხდეს გზავნილების დახარისხება და არა ხელით. და როდესაც ასეთი პროცედურაში ეშვება გზავნილი, მას თუ ინდექსი არ აქვს, ეს მანქანაშთვის შეუძლებელია მისი დამუშავება და
ისევ ხელით ჩარევის საუცილებლობა დგება. მთელი პროცესი ავტომატიზირებულია და მისამართს იცნობს საფოსტო ინდექსთან გამომდინარე მანქანა, რომელიც ახარისხებს თუ საათ უნდა იქნას მიტანა. კი ბატონო, რა თქმა უნდა და შემდგომი პროცესიც, როდესაც კურიერს აქვს ის ვალდებულება, რომ მიიტანოს მისამართს საფოსტო ინდექსი ერთი და იგივე დასახელებით შეიძლება რამოდენიმე ქუჩა იყოს და ის განეკუთვნებოდეს სხვადასხვა საფოსტო ინდექსის ტერიტორიას. ქუჩა მაგალითად ძალიან გრძელია და რამდენიმე უბანს მოიცავს. დიახ, კი ბატონო, ქუჩა შეიძლება იყოფოდეს და ნაწილი სხვა საფოსტო ინდექსია, ნაწილი სხვა საფოსტო ინდექსი. ისეთით შეიძლება უამრავი ჩამოთვალოთ მაგალითად ქალაქ თბილისშიც რომ ერთი და იგივე დასახელების რამოდენიმე ქუჩაა და ისინი სხვადასხვა საფოსტო ინდექსს განეკუთვნება. თუ ინდექსი არ არის, მაშინ კურიერს უწევს რომ სამივე მისამართზე მივიდეს. ახლა უფრო შეიძლება მეტად თვალსაჩინოებისთვის შეიძლება ანალოგია ავიღოთ სხვა ქვეყნების. Ну, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტად არის ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, მას უფრო მეტად აქვს მოწესრიგებული, უკვე საფოსტო 5-საც კი თავისი ნომერი აქვს, ესეც საფოსტო ადმინისტრაციისთვის არის გამარტივებული, რომ ინდექს ემატება საფოსტო 5, იმიტომ რომ ერთ შენობაში თუ რამოდენიმე საფოსტო 5-ია, მას თავისი ნომერი აქვს და როდესაც ის გზავნილ საწერია, ზუსტად იმ 5-ში ანთავსებს. ახლა ამას ვანებებ თავს, რადგან საქართველოში დიდი ორგანიზაციებისთვის არის ცენტრალურ ევროპაში მე მქონია გამოცდილება, რომ ასეთი ტიპის საფოსტო ყუთები დიდ კონცერნებს აქვს ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და დიდი მიმოწერა, უბრალოდ უთითებ საფოსტო ყუთს და ის უკვე თავისთავად ამომცემი აპარატი ავტომატურად ხვდება, რომ ეს არის X ქალაქში Y მისამართი. ბატონო, ну ამას ემატება PO Box-იც ალბათ თქვენთვის ცნობილია. PO Box-ი შეიძლება ერთ ადგილას მუდმივად ცხოვრების შეუძლებლობის შემთხვევაში იღებ PO Box, რომელიცაც მხოლოდ ნომერი აქვს საფოსტო ინდექსთან ერთად და მხოლოდ ეს არის მისი მისამართი, ციფრები და ქვეყნის დასახელება. ესეც ერთ დღეს საქართველოშიც იქნება, თუმცა მანამდე დაუბრუნდები ისევ საფოსტო ყუთებს, თქვენაც ახსენეთ. არა მარტო დიდ ბიზნესებში საფოსტო ყუთი ხელმისაწვდომი უნდა იყოს კურიერისთვის და არა სახლის კარტთან დამაგრებული საფოსტო ყუთი, რომელთანაც შეიძლება სადარბაზოში ვერ შეხვიდე უბრალოდ. და საფოსტო ყუთი უნდა იყოს კურიერისთვისაც ხელმისაწვდომი და არა თვითონ ადრესატისთვის. ამიტომ როგორც წესი საფოსტო ყუთები არის გარეთ განთავსებული ღია სივრცეში, რასთანაც წვდომა აქვს კურიერსაც და მომხმარებელსაც და დიდი რაოდენობა ერთად მოთავსებული შესაბამისი ნუმერაცია, რა თქმა უნდა, საშუალებას აძლევს კურიერს იმისთვის, რომ განსაზღვროს ზუსტად ამოიცნო. სწრაფად მიაგნოს იმ ყუთს, რომელსაც უნდა ის კულტურაც არის, როდესაც რომ რაღაც სახლში შედიხარ, შენ გვარს გაძევენ სპეციალურად საფოსტო ყუთზე მისაკრელად. სპეციალურად წებოვანი ლენტივით არის, ცოტა უფრო მყარი ლენტივით, რომელსაც გაძევენ მაგათად გურული, მიგი მაგრებენ შენ საფოსტო. აქაც შეიძლება ერთი და იგივე გვარი ქონდეს რამოდენიმე მეზობელს და ამიტომ ნუმერაცია აქაც სავალდებულოა. ეხლა შეიძლება ისეთ ქვეყნებიც განვიხილოთ, მაგალითისთვის ავიღოთ ბანგლადეში ან ინდოეთის ტერიტორია, სადაც დაუმისამართებელია ტერიტორია. ამ მოსახლეობისთვის მისაღებია დაუშვათ ასეთი მომსახურება, სადღაც დგას მანქანა, ახდილია საბარგული და იქიდან არიგებს გზავნილებს. ყოველ დღე რაღაც საათს. დიახ, იმიტომ რომ არ იცის, მისამართი არ აქვს მოსახლეს და იცის, რომ იქ უნდა მიიღოს თავისი მომსახურება. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში გაზრდილმა ელექტრონულმა კომერციამ საქართველოში აი ეს გამოიწვია, რაც ჩემს დიდ გულის ტკივილს იწვევს, რადგან საქართველოს ფოსტამ შეძლო ის, რომ დაამკვიდრა ისეთი საფოსტო მომსახურება, რომელიც აგებულია მისამართზე და აგებულია საფოსტო მომსახურების ცენტრზე. შეგიძლია მისამართზე მიიღო გზავნილი, შეგიძლია სერვის ცენტრში მიბრძანდე და იქიდან აიღო. გაზრდილმა რაოდენობამ სხვადასხვა კომპანიებს, არ ვიცი, ალბათ აიძულა, რომ ამ ფორმით მოემსახურონ და შეიძლება შეხვედრიათ ქალაქში მანქანა, საიდანაც რიგდება გზავნილი. ვიმეორებ, რომ არის ასეთი მომსახურება მისაღები იმ ქვეყნის მოსახლეობისთვის, ვისაც არ აქვს მისამართი, არ ყავს შესაბამისად ძლიერი საფოსტო ოპერატორი, უკეთესი ხარისხის მომსახურებისთვის და მისთვის საკმარისია ასეთი მომსახურება, ну ამ ეტაპისთვის და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მსგავსი რამ დაგვემართა დღეს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ამას კიდევ უფრო ჩვენი მეტი მუშაობა და აქცენტირება მისამართზე, მომხმარებელზე და საფოსტო მომსახურების ცენტრებზე მეტ საშუალებას მოგცემს იმის საშუალებას, რომ
სწრაფად ამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. კიდევ რისთვის არის საფოსტო ინდექსი მნიშვნელოვანი? თუ ეხლა ცოტა შორსაც გავიხედავთ და არც ისე შორი მომავალია ეს, ქვეყანა ხდება სატრანზიტო უზარმაზარი მოცულობის გასატარებლად, რომლისთვისაც ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა სწორედ ამას უწყობს ხელს, რომ ჩვენ ვიყოთ გამტარი ევროპიდან აზიისკენ და პირიქით მიმართულებით. ახლა შემიძლია მაგალითებიც მოვიყვანო და ცალსახაა მე მგონი, რატომ შეიძლება უნდოდეს მაგალითად ლატვია და ლიტვას ბიზნეს ფორუმის გამართვა საქართველოში, რომელზეც ესეთი მოთხოვნაა პოსტების და ქვეყნების მხრიდანაც, რომ საქართველოში გავმართოთ ტრანსკასპიური მაგისტრალით ჩრდილო ევროპისთვის მისაწოდებლად. ხო ცალსახაა, რომ ეხლა რასაც აქამდე ეს ქვეყნები ატარებდნენ იმ ტრანზიტს, აშკარაა, რომ თვალსაჩინოა მასთვის, რომ მალე ის საქართველოზე გაივლის და უნდათ თავიანთი ბიზნესებით აქეთ გადმონაცვლება იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესებში. ეს იწვევს აქ უამრავი ბიზნესის მოზიდვას, რომლისთვისაც მისამართი და საფოსტო მომსახურება განსაკუთრებული მნიშვნელობის არის. მის გარეშე, ნაკლები შესაძლებლობები ექნება განვითარების. რა ტიპის საფოსტო გზავნილებზეა დღეს ყველაზე მეტად მოთხოვნა? თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჯერ კიდევ მსოფლიოს მასშტაბით იკლებს წერილობითი კორესპონდენცია და ჯერ კიდევ საქართველოში იმატებს. წერილობითი კორესპონდენცია. ჩვენ დავიწყეთ კომუნიკაცია პოსტის გამოყენებით, წერილობითი სახით უგზავნით ბიზნეს, არის ბიზნესები, ეს არის სახელმწიფო, ეს არის მოქალაქეები. საფოსტო საქმიანობაც ხომ ამერიკელების შეფასებით ნიშნავს თანხმობას სახელმწიფოს მოქალაქესა და ბიზნეს შორის. ეს სამი ინსტიტუცია შეთანხმდა, რომ პოსტის საშუალებით გაცვლიან ინფორმაციას. იკლებს იმით ტექნოლოგიების განვითარებამ ერთი პერიოდი სწრაფი იკლება გამოიწვია წერილობითი კორესპონდენციის, შემდეგ სადღაც დასტაბილურდა, მაგრამ საერთო ჯამში მსოფლიო მასშტაბით კლებაა და საქართველოში მატება გამომდინარეობს იქიდან, რომ იყო პერიოდი, როდესაც პოსტა საერთოდ არ ფუნქციონირებდა, ეხლა 90-იან წლებში, როდესაც საერთოდ გაჩანაგდა, განადგურდა, ნოლიდან დაიწყო ზრდა და ამიტომ კვლავ ჯერ არ მიუღწევია პიკს ალბათ, საიდანაც შემდეგ კლებისკენ სავარაუდოდ მსოფლიო ტენდენციაში ჩვენ შევერთვებით, მაგრამ წერილობით კომუნიკაცია ეს ხდება წერილობით კორესპონდენციას. გაზრდილია შიდა მიმოცვლა, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, ამანათის გაგზავნა ელექტრონული კომერცია მთლიანად ცვლის მოცულობას. ელექტრონული კომერცია კიდე ცალკე პროდუქტია, რომელმაც აი ესეთი არასასურველი პროცესებიც კი გამოიწვია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოკლევადაში დიახ. და ჩვენ გვეწევა თაობა, რომელიც ერთი დღეც არ ყოფილა, რომ არ ყოფილიყო ონლაინ. სადაც ამ თაობაში ძალიან რთულია, თუნდაც რაღაცა არავირტუალურ სივრცეში რაღაცების ყიდვა და სრულიად განსხვავებული სამხმარებლო ქცევა აქვს ამ ადამიანებს. სადაც ეს იწვევს ელექტრონული კომერციის დოზის გაზრდას ბიზნესში, რაც თავისთავად იმას გულისხმობს, რომ საკურიერო მომსახურებაც უნდა გაყვეს. რადგან თუ არ გაყვება საკურიერო მომსახურება, ასე ამ ზარდ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებითაც რომელი ქვეყნებიდან არის უფრო ცენტრალური ევროპიდან არის უფრო მეტი გზავნილები თუ აზიიდან თუ როგორ არის ეს გადანაწილებული თქვენს პორტფელიოში? რაოდენობრივად რა თქმა უნდა ჩინეთი ლიდერობს, რადგან დაბალი ფასია მის წარმოებული პროდუქციის და შესაბამისად ჩვენი მომხმარებელიც უფრო მეტ რაოდენობას ჩინეთიდან იწერს, იქიდან ყიდულობს, თუმცა მზარდია ევროპა, რომელსაც საქართველოს პოსტას აქვს ფართო ქსელი ევროპაში, სადაც სახმელეთო გზით ხდება ქვეყანაში მოხვედრა საკმაოდ მცირე ვადაში და დაბალი ტარიფით და ამიტომ საბერძნეთი, სადაც სხვა ოფისებიც გაქვთ, როგორც ჩემთვის ცნობილია, წარმომადგენლობები რომელ ქვეყნებში გაქვთ ეს? ეს არის საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, კონცენტრირებულები არიან ჩვენი მიზნები იყო, დიახ, სადაც უფრო მეტი ქართული მოსახლეობა იყო კონცენტრირებული, იქიდან დავიწყეთ, თუმცა შემდეგი ბიზნესის მოთხოვნებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც ისევ გრძელდება პროდუქციის გრძელდება ზრდა, იზრდება მოწოდება, თუმცა ვერ შეედრება იმ
ზრდის ტემპს, როგორც ჩინეთს აქვს. იმიტომ რომ ჩინეთში პროდუქტები ძალიან იაფია და შესაბამისად ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ შემთხვევით და არ ვიცი, ალბათ თქვენ შეგხვედრიათ სოციალ მედიაში ხშირად გივარდებათ სხვა ტიპის რეკლამები, სხვა ჩინური ელექტრონული კომერციის გიგანტების, რომლებიც იცოდნენ საქართველოს ბაზარზე რეკლამა გააკეთონ, რათა პროდუქტი საქართველოს ბაზარზეც გაყიდონ. კი ბატონო, ახლა მყავს სტუმრად პლატფორმა Temu-ს წარმომადგენლები, რომლებიც იმდენად დაბალი ღირებულებაა მათი პროდუქციის, მათი ახსნა ასეთია, რომ Temu-მ გადაწყვეტილება, ბიზნეს გადაწყვეტილება სწორი მიიღო, გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირ მწარმოებელ საწარმოებს დაუკავშირდა და საწარმოდან იღებს პირდაპირ ამ პროდუქციას და იქ შუაში ხარჯები თვითღირებულებაში შეამცირა, მაგრამ ჩემთვის მაინც წარმოუდგენელია საათი როგორ შეიძლება 4 ლარი ღირდეს, როცა შეიძლება არ არის მაღალი ხარისხის, მაგრამ იმდენად მცირე დეტალები აქვს, იმას ვიღაცა უნდა ზის და ამზადებს კი და საბოლოო ჯამში 4 ლარი როგორ უნდა არის ასეთი ვებგვერდზე განთავსებული და მარტო საათი ბევრი რაღაცების არის განთავსებული. თქვენ რამდენიმე მიმართულებით ყოფთ ამ ბიზნესს, ერთი ეს არის საცალო მიმართულება და ერთია დიდი კომპანიების მიმართულებით B2B მიმართულება. რამდენად იზრდება ზოგადად B2B მიმართულება? მე ვიცი რომ საცალო მიმართულება ბოლო პერიოდში მკვეთრად მომიმატა, იმიტომ რომ ჩემს სანაცნობოში ძალიან ბევრი გახდა ესეთი, ვინც უბრალოდ პროდუქტებს იწერს და საფოსტო გზავნილებით იღებს მე ამ პროდუქტებს. ბიზნეს თუ ბიზნესი. რატომ არის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება ქვეყანაში ეროვნული საფოსტო ოპერატორის გახლავთ ეს. მაგალითისთვის ვერ განვითარდებოდას ნამდვილად არ ვიტყვი, მაგრამ ალბათ უფრო მეტი შეფერხება ექნებოდა, ან უფრო ნელა განვითარდებოდა ის ბიზნესები, რომელიც დღეს რეგიონებში ვითარდება. მაგალითად, ავიღოთ ხულო, ქედა, ყაზბეგი, მესტია. თქვენ იცით, რომ კერძო ბიზნესისთვის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია საინტერესოა და საფოსტო საქმიანობას უამრავი კომპანია ეწევა, 2000-ია დარეგისტრირებული დღეს საქართველოში, მაგრამ ისინი ყველანი ბათუმი, ქუთაისი და თბილისი აქვთ აქცენტი. ბიზნესის განვითარებისთვის არსებობს დანიშნული საფოსტო ოპერატორი, ეროვნული საფოსტო ოპერატორი საქართველოს პოსტა, რომელიც იგივე ხარისხით ემსახურება რეგიონსაც. მაგალითისთვის უამრავი პროდუქცია შეგვიძლია ავიღოთ, რომელიც საქართველოს პოსტის საშუალებით მიეწოდება ამ რეგიონებს. არ იქნება სწორი ალბათ კომპანიების ჩამოთვლა, მაგრამ ეს არის ფარმაცევტული კომპანიები, ეს არის კოსმეტიკური კომპანიები, ეს პროდუქცია ვერ იქნებოდა ხელმისაწვდომი იმ რეგიონში, რომ არ ყოფილიყო საქართველოს პოსტა. ალბათ იქნებოდა, მაგრამ უფრო მეტი პრობლემა ექნებოდა, თან ფასი იქნებოდა უფრო ბევრად მაღალი. გლობალიზაციის პერიოდში, როდესაც ჩვენი ტელეფონი შეგვიძლია ყველაფერი ვიყიდოთ და გქონდეს მთელ მსოფლიოს და კავშირი. ეხლა წინა სახალხო პერიოდია და ამ პერიოდში ყოველთვის მკვეთრად იზრდება ხოლმე საფოსტო გზავნილები. თქვენთან თუ შეინიშნება ეს ტენდენცია? კი, ხო, ყველაზე მეტად გადატვირთული ახლა ვართ და პიკი ჯერ არ არის, მაგრამ წინა საახალწლო დღეებში სპეციალური მომზადება გვჭირდება, როგორც წესი ყოველ წელიწადს და ახლაც იგივე ხდება. საფოსტო ინდუსტრიაში ძალიან მნიშვნელოვანია ყველაზე სწრაფი მიტანა. და რომ როდესაც მქონდა ხოლმე ამ მიმართულებით რაღაცა გამოცდილება, საფოსტო ორგანიზაციებისთვის, კომპანიებისთვის ყველაზე მთავარი იყო, რომ ეთქვათ, რაც შეიძლება მოკლე დროებიდან ეს A-წერტილიდან B-წერტილამდე. საქართველოსთან არც ისეთი დიდია, როგორც ეს სხვა ქვეყნებია. ცენტრალური ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ისეა განვითარებული, რომ საფოსტო გზავნილები შესაძლებელია, რომ ერთი დღის მასშტაბით იყოს და არა საქართველოს ყველა ტერიტორიაზე, არამედ სამჯერ საქართველოს დიდ ტერიტორიაზე. ერთია რას ადეკლარირებს, საჯაროდ რას ამბობ, როგორ ასრულებ, ამას სჭირდება შესრულება. საქართველოს პოსტის ოპერაციო ქსელი ერთი და იგივე ვადა, ამისი არც დაჩქარება შეიძლება და არც დაყოვნება შეიძლება. გარდა გადატვირთული პერიოდისა, როგორც ახლა ვახსენეთ, საახალწლო ხდება არის ესეთი პერიოდები, რომელმაც შეიძლება ერთი დღის დაგვიანება გამოიწვიოს. ან სხვა უამრავი პროცედურა, იქ საბაჟო პროცედურა, იქ
საჰაერო მიმოსვლა, ამინდია, ზეადამოკიდებული ფრენა და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოს ფოსტას ის გზავნილიც, რომელსაც ტრეკინგიც კი არ აქვს, მარტივ გზავნილიც, რომელსაც ვეძახით და ყველაზე დაბალი ღირებულების არის, მისი მაქსიმალური ვადა არის მე-13 დღე ადგილზე მიტანა. უბრალოდ სამუშაო დღეს გულისხმობს. სამუშაო დღეს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ შაბათ დღესაც მუშაობთ, მხოლოდ შაბათი სამუშაო დღეა თითქოს. შაბათიც ითვლება სამუშაო დღედ ჩვენთვის. 3 დღეა მაქსიმუმი, უბრალოდ სხვაგვარად არ მუშაობს ეს საოპერაციო ქსელი და ვერ დააგვიანებს. მაქსიმუმია მე-13 დღე. რა არის ყველაზე დიდი გამოწვევები, რომელიც დღეს საქართველოს ფოსტას აქვს? საქართველოს ფოსტას გამოწვევები რა თქმა უნდა კვლავ რჩება და ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენ ერთი ალბათ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი გულსატკენი რომ პირადი საფოსტო ყუთები არ აქვს არც ერთ საქართველოს მოქალაქეს განსხვავებით ყველა სხვა დანარჩენისგან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თვითონ დეველოპერებმაც იფიქრონ ამაზე, იმიტომ რომ ვიცი რომ რამდენიმე მიმართულებით ამ კუთხით არის უკვე რაღაცა გადადგმული ნაბიჯი, რაც ახალ კორპუსს აშენებს და საერთოდ არ ითვალისწინებს იმას, რომ კონდეს საფოსტო ყუთები. არის ამას კანონპროექტი მომზადებული და დადგება ალბათ ის დღეს, როდესაც ამისი ვალდებულება გაუჩნდება დეველოპერს. ძალიან კარგი იქნება. თუმცა მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახლა დღესაც შეხვდებით ბევრგან, მაგრამ დაკეტილი კარების შიგნით რო აყენებს ყუთს, იქ ვერავინ ვერ შევა. ეს ღია ადგილას უნდა იყოს წვდომა. ყველას უნდა გქონდეს, მაგრამ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე არ არის მარტივი რომ სახელმწიფოს მხრიდან ალბათ რომ აიძულოს და ავალდებულოს მოქალაქე რომ შეიძინოს საფოსტო ყუთი. ჯამურად ჩვენ ამ პროექტზე ნამუშევარი გვაქვს, ძალიან დიდი ინვესტიციის საჭიროებაა რომ ყველას გქონდეს ეს ყუთი, თუმცა ამ დროსაც დაფიქრებას ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მაგალითისთვის არის ქვეყნები, ახლა ავსტრია მაგალითად, დანია, რომელმაც საფოსტო ყუთების შეცვალა და გააფართოვა. იმიტომ რომ მარტოწერილობითი კორესპონდენცია კი არა, მცირე პაკეტიც რომ მოთავდეს, ეს გამოიწვია ელექტრონულმა კომერციამ. ყუთში ხდება ჩაშვება ელექტრონული კომერცияსაც საფოსტო ყუთში და იმ ქვეყანაში კანონმდებლობა მიყვება ამ პროცესს, რომ ყუთში ჩაშვებული ნიშნავს გადაცემულს. სწორედ ეს არის თანხმობა ბიზნეს სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის, რომ ფოსტა ამას ახორციელებს. დანიელი მოდი ახლა ხელი მომიწერე კიდე თუ არა ამას დღეში როცა იღებს რამოდენიმე პროდუქტს და ყოველჯერზე შეხვდე და ხელი აწეროს ამას ურჩევნია რომ საფოსტო ყუთი კონდეს იმგვარი რომ მისი მცირე პაკეტიც კი მოთავს და შიგნით და ენდობა თავის ეროვნულ ოპერატორს რომ თუ იმან თქვა რომ ჩაუშვა ყუთში ესე იგი ჩაშვებულია ყუთში. ელექტრონული კომერცია იწვევს კიდევ რაღაცა მიმართულებების განვითარებას, სადაც მე ვაკვირდები ამ საფოსტო მიმართულებით განვითარებულ ქვეყნებს, ხშირად ხვდები ხოლმე თუნდაც ქუჩებში, აზიურ ქვეყნებსაც რომ ავიღოთ, ჩინეთში ეგრეთ წოდებული pick-up point-ები, რომელიც თითქმის ყველა უბანშია, სადაც ადამიანებს სახში კი არ მისდევთ პროდუქტი, არამედ ისინი ირჩევენ X ლოკაციას, რომელ ლოკაციასაც მათ უნდათ რომ პროდუქტი მიიღონ. რამდენად არის მსგავსი ტიპის მიმართულების განვითარება საქართველოში? ეს არის ლოკერი, რომელიც არის ფიზიკურად გამოიყურება როგორც ყუთი, აქვს რამოდენიმე უჯრა, არის ახლა ქალაქში e-commerce-ით დაკავებული კომპანიები. მაგრამ ძალიან განვითარებელია ეს მიმართულება. ზუსტად გუშინაც მქონდა შეხვედრა კომპანიასთან, რომელსაც სურვილი აქვს, რომ 1500 ერთეული განათავსოს მთელი საქართველოს მასშტაბით ეს ლოკერი. ძალიან მოსახერხებელია, იქ QR კოდის საშუალებით ან კიდევ სხვაგვარი მეთოდით აღებ შენს უჯრას, რომელშიც მოთავსებულია შენი გზავნილი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღეის მდგომარეობით იმდენად ძვირია ამის მომსახურება. რომ ცოტა პერიოდი გვჭირდება რომ ამას დავეწიოთ. მინიმალური კალკულაციისას $2.50 გამოვიდა მოთხოვნა იმისი რომ ამის ადმინისტრირებას თუ ტარიფებს გავითვალისწინებთ თემუზე $3 ნაყიდ საათს თუ მას შემდეგ $2.50 ლოკერისთვის გადაიხდი ალბათ კი ბატონო ფიქრობ რომ ცოტა უცნაურობებიც ახასიათებს ლოკერს მაგალითისთვის არის ქვეყნები
ჩრდილოეთ ევროპული ქვეყნებია, სადაც ძალიან კარგად იმუშავა და მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები არც ერთმა ლოკერმა არ იმუშავა, აიღეს უკან ყველა ლოკერები. ამერიკელს სხვაგვარი მომსახურება, მოთხოვნილება. ჩინეთში ყველაფერი კარგად მუშაობს, ჩინეთში ისეთ ლოკერს ნახავთ, რომ საერთოდ არ გავს ლოკერს, მაგრამ ჩინელი საერთოდ გამოიღებს, რომ მაგრამ იქ მაინც ადამიანი დგას. არის ქვეყნები, არის ქალაქები ჩინეთში, სადაც ძალიან კარგად მუშაობს. და არის ისეთიც როგორც მე აგიხწერეთ ხა საბარგული ახდილი და იქიდან გაცემა გამომდინარეა იმ სოციუმისგან ვინც იქ ცხოვრობს რა მოთხოვნილება აქვს და რა ელოდება როგორ მომსახურებას ელოდება თავისი საფოსტო ოპერატორებისგან. მე მგონია რომ აი ამ პროდუქტის განვითარება ეგრეთ წოდებული pick-up point-ების შექმნა ბიზნეს მხრიდან იქნება კიდე ერთი წახალისება იმისა, რომ ადამიანებმა უფრო მეტი იყიდონ ონლაინ და უფრო მეტ დაუთმო ყურადღება ელექტრონულ კომერციას. თქვენ გაქვთ ამ მიმართულებით პროდუქტი, როგორც ჩემთვის ცნობილი ელექტრონული კომერციის მიმართულებით. მალევა ჩვენი ელექტრონული კომერციის პროდუქტი, რომელიც განსხვავდება სხვა კომპანიების მიერ შეთავაზებული იგივე პროდუქციისგან იმით, რომ ჩვენ თავაზობთ ერთი და იგივე ტარიფს დიდ ქალაქში მაცხოვრებელს და რეგიონში მაცხოვრებელს. ანუ მნიშვნელობა არ აქვს იცხოვრებთ თქვენ სტეფანწმინდაში, ხულოში თუ თბილისში ერთი და იგივე ტარიფად მიიღებთ. ვფიქრობ, რომ ეს ეროვნული ოპერატორის ვალდებულებაა და ვაგრძელებთ ამ პრინციპს. რამდენად პოპულარულია ეს პროდუქტი? ეს პროდუქტი პოპულარულია, რა ბევრი ქვეყნებიდან გვაქვს ჩვენ ამ პროდუქტის შესაძლებლობას ვაძლევთ ჩვენ მომხმარებელს და აქტიურად იყენებენ როგორც ამერიკის, ისე ევროპის მიმართულებას. ამ პროდუქტით ჩინეთის მიმართულებით ჩვენ არ მუშაობთ. ევროპა და ამერიკასთან მუშაობთ. ძირითადად. ჩვენ გამოწვევებზე ვისაუბრეთ და ვსაუბრობთ იმას, რომ საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს საფოსტო ყუთები და ალბათ რაღაც რეგულაციები არსებობდეს, რომ გაიმართოს. კიდევ რა არის თქვენი გამოწვევა ამ გადაცემაში ჯერ არ მყოლია სტუმარი, რომელსაც არ დაეწოწონოს ადამიანურ რესურსებზე, იმიტომ რომ ძალიან რთულია დღეს ადამიანების პოვნა, რომლებიც დასაქმდებიან სხვა ინდუსტრიაში, აბსოლუტურად სხვა ინდუსტრიის თანამშრომლები და ბიზნეს წარმომადგენლები საუბრობენ ამ ეთერში იმის შესახებ, რომ დღეს ეს გამოწვევაა. თქვენთან როგორ არის? ადამიანური რესურსი გამოწვევა, ისევე როგორც სხვა დანარჩენ კომპანიებში, სავარაუდოდ მუდმივად დღესაც მაგალითად სადღაც 150-დან 200 ერთეულამდე ვაკანსია საქართველოს პოსტაში. მუდმივად ჩვენი HR დეპარტამენტი ძალიან აქტიურად მუშაობს იმისთვის და ხშირად გვაქვს პრობლემები, რომ შესაბამისი კვალიფიკაციით კადრი დავასაქმოთ. შესაბამისი კვალიფიკაციას როცა ვახსენებ, ყველაზე დაბალ პოზიციაზე საქართველოს პოსტაში საჭიროა იმდენის ცოდნა, რომ მსოფლიო საფოსტო კავშირის ერთიან საფოსტო პროგრამაში ყველას უწევს ჩვენს თანამშრომელს მონაცემების შეყვანა, ან იქიდან მონაცემების მიღება. პროგრამაში მონაცემების დამუშავება ნახვაზე დიახ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იქ პატარა გადაცდომაც იქ დაკავშირებულია საბაჟო პროცედურებთან, უამრავ საკითხთან, რომელმაც შეიძლება გზავნილის პრობლემა შეუქმნას. ანუ გარკვეული დონის ინტელექტის საჭიროება არსებობს, რომელიც ტექნიკური უნარებიც ალბათ. ტექნიკური უნარები და ყველაზე მნიშვნელოვანი თორნიკე გახლავთ ის, რომ საფოსტო საქმიანობა ჩვენთან 90-იან წლების მერე აღარ ისწავლება. ჩვენ თვითონ შევქმენით ლიტერატურა, სასწავლო და სამსახურში დასაქმებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩვენთან ტრენინგები, ჯერ სწავლება ერთთვიანი მიმდინარეობს, შეიძლება არ არის საკმარისი ერთთვიანი, უბრალოდ მეტი შესაძლებლობა ახლა არ გვაქვს. ეს სასწავლო ცენტრი თითო თვის განმავლობაში ამზადებს კადრს, ვიდრე შეუდგება საქმიანობას. ესეც პრობლემატური არის ახლა განსხვავებით სხვა ნებისმიერი პროფესიისგან, ხი იურისტი შეგიძლია შეაფასო, ეკონომისტი შეგიძლია, ნებისმიერი შემდგომელი შეგიძლია მისი ნამუშევრიდან შეაფასო, მაგრამ ამ პროფესიის სწავლება რადგან არ არსებობს, არ შესაბამისი გამოცდილებით ადამიანები. საკადრო პრობლემები რა თქმა უნდა გვაქვს და ეხლა ინვესტიციის პრობლემა მუდმივად არის, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითქმის ნულიდან დავიწყეთ 2013 წელს
აბსოლუტურად გაუმართავი ინფრასტრუქტურა, საქართველოში შემომავალი გზავნილი, დანარჩენი მსოფლიო ვერც ხედავდა, ამიტომ არ იყო არავისთვის საქართველოს საინტერესო, სატრანზიტოთაც არ იყენებდნენ საქართველოს, რადგან კარგავ ტრეკინგს, როგორც კი ვეღარ სად არის შენი გზავნა. ამიტომ ავტომატური თუ კი საქართველოს დამისამართებული იყო, ყველა ქვეყანას ავტომატურ რეჟიმში ჰქონდა გადაყვანილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომ გაგზავნიდან 2 კვირის შემდეგ ავტომატურად ეწერებოდა, რომ ქვეყანაში ჩაბარდა ადრესაც. არდა შეიძლება არც ყოფილიყო შემოსული, უბრალოდ საქართველოს არ ქონდა იმის საშუალება, რომ შემოსული გზავნილი დაეფიქსირებინა. ჩვენ სწორედ ამითი დავიწყეთ 2013 წელს ამაზე მუშაობა და 2015 წელს უკვე შეფასებებით მაშინ მივიღეთ პირველი მაშინ დაინტერესდა დანარჩენი მსოფლიოს საფოსტო საზოგადოება საქართველოს პოსტით, რომ მოკლე ვადაში მივახციეთ დიდ წარმატებას საოპერაციო პროცესების გამართვის მიზნით და მას შემდეგ დაიწყო გამოყენება როგორც მომხმარებელმა საქართველოში გამოსაგზავნად და პირიქით, ასევე სატრანზიტოდ პროდუქციის გასატარებლად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს მდგომარეობითაც აზერბაიჯანი და სომხეთი სარგებლობს საქართველოს ტერიტორიით მათთვის მისაღები პროდუქციისთვის. და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას მინდა რომ აუცილებლად შევეხო ჩვენს გადაცემაში. მომავალი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის არის და სულ უფრო და უფრო მარტივდება მთელ მსოფლიოში სხვა საოპერაციო ნაწილი. რა არის თქვენი სამომავლო ხედვები? რადგან ჩვენ საერთოდ დრო იწურება, მინდა რომ სამომავლო ხედვებისკენ მქონდეს რაღაც 1-2 წუთი, რომელსაც ვეტყვით ჩვენს მომხმარებლებს. საქართველოს პოსტას ყავს ძალიან ძლიერი IT დეპარტამენტი, რომელიც მუდმივად აბსოლუტური თავისუფლება აქვს და თავის შეხედულებებით მუშაობენ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე. ბოლოს რამოდენიმე თვის წინ მე მქონდა პრეზენტაცია ბელგრადში AI-სთან დაკავშირებით artificial intelligence-ის საფოსტოში გამოყენება. იქ ბევრი ისეთ საკითხებზე ვილაპარაკეთ, რომელიც დღეის მონაცემებით შეუძლებელია რომ დაინერგოს, მაგრამ უმრავლესობა იქ დავწმუნდით, რომ ამაზე თუ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, შესაძლებელს გავხდით მსგავსი პროდუქტის მიღებას, რომელიც დაფუძნებული იქნება ხელოვნურ ინტელექტზე და მოემსახურება ჩვენ მომხმარებელს. იქ იყო ისეთი აუცილებელი საკომუნიკაციო კომპონენტი მგონია რომ ძალიან მარტივი იქნება. ის რომ ადამიანმა თავისი საფოსტო გზავნილი რაღაცა კოდით იპოვოს, ამის ხელოვნური ინტელექტით მოგვარება ძალიან მარტივი იქნება. არის სხვა საკითხებიც, მაგალითად ადამიანები, რომლებსაც შეზღუდული აქვთ, მაგრამ მეტყველება მაგალითად მათთვის შესაძლებელია call-ცენტრი AI-ის გამოყენებით სხვაგვარად ადგენდეს მის სურვილებს და მას მიაწოდოს მე ზუსტად ის პროდუქტი, რაც ისტორიის ასახვა ტრეკინგი მის ისტორიაზე, მუდმივად მისი საჭიროება და პირიქით შენი მხრიდან შეთავაზება. აქ ძირითადად მარკეტინგული მიმართულებით წავედი, მაგრამ არის AI-ის გამოყენება მნიშვნელოვანია, რომ საოპერაციო რესურსი დავზოგოთ ჩვენ ყველა საფოსტო ოპერატორმა, რომლებსაც ყველას აქვს ეს პრობლემა, იმიტომ რომ უნივერსალური საფოსტო მომსახურების შესრულების ვალდებულება ყველას აქვს. და რო განმარტო უფრო მეტად, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ ხა მჭიდროდ დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში ერთ ტარიფად მომსახურებას ქვია უნივერსალური საფოსტო მომსახურება, რომლის ვალდებულება აქვს ეროვნულ ოპერატორს და რომელიც მოგეხსენებათ, რომ უფრო ძვირი ღირს თუ შევადარებთ მაღალმთიანს და მჭიდროდ დასახლებულს, მაგრამ ამას არ თმევს საქართველოს პოსტა თავს, ამას ვერ გძნობს ჩვენი მომხმარებელი, ერთ და იგივე ხარისხით იღებს მომსახურებას და ვპირდები, რომ გამოვიყენოთ საფოსტო ინდექსები ყველამ ჩვენი გზავნის დამისამართებისას და ჩვენ შევძლებთ უფრო შორს წასვლას, გამარტივებას საფოსტო მომსახურებებს. მე ვფიქრობ, ეს ინდექსაცია უკვე დასრულებულია და საქართველოში აღარ არსებობს ადგილი, რომელსაც არ ქონდეს მინიჭებული საფოსტო ინდექსი 81 საფოსტო ინდექსი გახლავთ. ციფრი საქართველოს დაყოფილია 81 საფოსტო ინდექსის ქვეშ მოთავსებულ
ადგილად და ეს კიდევ უფრო მეტად ამარტივებს მთელ პროცესს. ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს პოსტის გენერალური დირექტორი იყო ჩვენ დღევანდელი სტუმარი, ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოს პოსტის შესახებ, ინდექსაციის მიმართულებით ვისაუბრეთ ბევრი, ვისაუბრეთ იმის შესახებ, როგორ გაიზარდა ზოგადად საფოსტო გზავნილებზე მოთხოვნა და რა მომავალი გეგმები, პროექტები და ხედვა აქვს საქართველოს პოსტას. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი დღევანდელი სტუმარი. დღევანდელი გადაცემა ბიზნესი ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს შემდეგ სამშაბათს შევხვდებით დროებით.